ქართული სტენდი ესპანეთში საქართველოს ტურისტულ პოტენციალს მადრიდში ეცნობიან. ესპანეთის დედაქალაქის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას მასპინძლობს, რომელშიც 152 ქვეყნის 10,000-მდე კომპანია მონაწილეობს. Ფიტურ 2025-ზე სხვადასხვა ქართული კომპანიაა წარმოდგენილი. გამოფენის სტუმრებს ქართული ღვინის და კერძების დაგემოვნებაც შეუძლიათ. მიმდინარეობს შეხვედრები საერთაშორისო ტურისტული ფირმების წარმომადგენლებთან. ქართული კომპანიები გამოფენის ვიზიტორებს ქართულ კურორტებზე, ღირსშესანიშნაობებსა და ტურისტულ მარშრუტებზე დეტალურ ინფორმაციას აწვდიან. მადრიდის საერთაშორისო გამოფენა Fitur Madrid 2025 საქართველოს სტენდთან ხალხმრავლობა. სტუმრებს საშუალება აქვთ 5 დღის განმავლობაში გაეცნონ საქართველოს ტურისტულ მიმართულებებს და აგემოვნონ ქართული კერძები და ღვინო. სტუმრებს მადრიდში მდებარე მიშლენის ვარსკვლავის მფლობელი ქართული რესტორანი ნანუკა მასპინძლობს. გამოფენაში მონაწილე ქართული ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ქართულმა სამზარეულომ გამოფენის ვიზიტორებს შორის დიდი მოწონება დაიმსახურა. მათი შეფასებით, გამოფენამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ საქართველოს მიმართ ინტერესი დიდია. ეს გამოფენა უმნიშვნელოვანესია ტურიზმის სფეროში. ჩვენ რამოდენიმე წელია ვიღებთ მონაწილეობას და ინტერესი ყოველწლიურად იზრდება. ველით რომ უამრავი ვიზიტორი გვეყოლება ამ წელსაც და გვაქვს უამრავი ასევე დაგეგმილი შეხვედრები. ვინც მოდის, ძალიან ბევრი უკვე ნამყოფია საქართველოში აღნიშნავენ და ხელმეორედ უნდა ჩამოსვლა, რაც რა თქმა უნდა ჩვენთვის ორმაგად სასიხარულო და სასიამოვნოა. ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მონაწილეობის მიღებას ამ გამოფენაზე ჩვენთვის, ზოგადად ქვეყნისთვის და იმედი გვაქვს, რომ ძალიან ბევრი ტურისტი ჩამოვა ესპანეთიდან და არა მარტო ესპანეთიდან, ევროპიდან. მნიშვნელოვანია ეს გამოფენა და ნებისმიერი სხვა საერთაშორისო ტიპის გამოფენა იმისთვის, რომ უკეთესად წარმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყანა და მოლოდინებით სხვათა შორის საკმაოდ დიდია, იმიტომ რომ კონკრეტულად ეს ესპანურენოვანი ბაზარი ისგან ძალიან დიდი ინტერესი მოდის საქართველოს მიმართ, ასე რომ იმედია, რომ 2025 წელიც იქნება ისეთივე პროდუქტული, როგორც სხვა დანარჩენი. გამოფენის ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი შეხვედრებს მართავს წამყვანი საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებთან. ამასთანავე ადმინისტრაცია TripAdvisor-ის ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას. ადმინისტრაციის წარმომადგენლები შეხვედრებს გამართავენ Paramount-ის, Idrims Odeigos-სა და ესპანეთის მარკეტინგული კომპანიის Comunica por Cuatro-ს ხელმძღვანელებთან. ჩვენ კერძო კომპანიებთან ერთად ვართ წარმოდგენილი. რა თქმა უნდა, მთელი გამოფენის განმავლობაში დაგეგმილი გვაქვს ძალიან მაღალი რანგის შეხვედრები რეპუტაბელურ მედიასთან, პარტნიორ ორგანიზაციებთან, ჩვენ ეროვნულ ადმინისტრაციას ცალკე და რა თქმა უნდა ბიზნეს სექტორს ცალკე აქვს შეხვედრები თავის ბიზნეს პარტნიორებთან იმისთვის, რომ ბევრად უფრო მეტი მოგზაური ჩამოვიყვანოთ საქართველოში. ხაზგასასმელია, როდესაც 152 ქვეყანა იღებს მათ შორის აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობას. ტურიზმი ზოგადად ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი დარგი და მიმართულება საუკეთესოდ პოზიციონირებს მსოფლიოს მასშტაბით. დღევანდელი ღონისძიება ხელს შეუწყობს მეტი კონტაქტების გამყარებას. Fiturze ყოველთვის დიდი იყო დაინტერესება აჭარის ტურისტული პოტენციალით. შესაბამისად, წელსაც შენარჩუნებული არის დადებითი დინამიკა. მოგეხსენებათ, გამოფენას ყავს 160,000-მდე ვიზიტორი. შესაბამისად, აქტიურად ვაცნობთ მათ როგორც ღვთის, ასევე ზღვის მიმართულებას. გაზრდილი არის ვიზიტორთა რაოდენობა აჭარაში ევროპული ქვეყნებიდან, მათ შორის ესპანეთიდან. შესაბამისად, ამ გამოფენის შემდეგ, რა თქმა უნდა, ველოდებით ტურისტთა და ვიზიტორთა მატებას. იმერეთის რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის აღნიშნულ გამოფენაში მონაწილეობის მიღება, ვინაიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს აქვს ორი პირდაპირი ფრენა ესპანეთში, კერძოდ მადრიდსა და ბარსელონაში. სტატისტიკურადაც ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით მომართვიანობა 23-24 წელთან გაორმაგებული არის ესპანელების მხრიდან. შესაბამისად, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი არის ჩვენთვის, როგორც DMO-ისთვის, ჩვენი წევრებისთვის, ტურისტული კომპანიებისთვის, სასტუმროსთვის და მთლიანად რეგიონისთვის აქ მონაწილეობა. Fitur 2025-ზე 152 ქვეყანა, 10,000-მდე კომპანია და ორგანიზაცია მონაწილეობს. მადრიდის ტურისტულ გამოფენას 153,000-ზე მეტი ვიზიტორი ჰყავს.